თავისუფალმა დემოკრატებმა დღეს ვაშლიჯვრის ასახოთთან დედაქალაქში შექმნილი საცობები გააპროტესტეს. გაიმართა აქცია ზუსტად იმ ადგილას, სადაც უკვე რამდენიმე თვეა ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და ამის გამო მოძრაობა შეზღუდულია. პარტიის წევრები აცხადებენ, რომ მერიამ პირობა დაარღვია და დადგენილ ვადებში გზის რეაბილიტაცია ვერ მოასწრო. თავისუფალი დემოკრატები დავით ნარმანიას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. დღეს გაუსაძლისია ამ ქალაქში ცხოვრება. თბილისში, როდესაც არის უსაშველო საცობები, როდესაც თითოეულ მოქალაქეს ელემენტარულად უჭირს გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე და ამას სჭირდება საათები და შეიძლება მთელი დღე დაიკარგოს. პრაქტიკულად არის ქალაქი პარალიზებული. აი აქ სადაც ახლა ვიმყოფებით აღმაშენებლის ხეივანში 4 თვეა უკვე მიმდინარეობს ეს სამუშაოები. რა გახდა ამ მშენებლობის დასრულება 4 თვის მანძილზე და ისეთი პერიოდი ჩანს ერთი 6 თვე კიდევ გაგრძელდება. მე ვთავაზობთ თბილისის მოსახლეობას, მოდით სურამის ციხესავით ჩავაყოლოთ ამ ნანგრევებში ბატონი მერი, თავისი კაბინეტიანა და მივაყოლოთ ზემო და საკრებულოს სრული შემადგენლობა.